Okay. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენ გავივლით ლექციას. უმეტესად ლოჯისტიკურ რეგრესიაზე იქნება. Okay. ესე იგი, დღევანდელი ლექცია შეეხება ლოჯისტიკურ რეგრესიას, რომელიც არის მანქანური სწავლების ერთ-ერთი განხრა ასევე. ინაზე თქვენ უნდა გაგეულოთ წინა ლექციაზე იყო თვალსები ლინიარული რეგრესია და შესაბამისად მაგის შემდეგ ლოგიკურად მოდის კლასიფიკაციის ამოცანები, რაზეც ლოგიკურად ლოჯისტიკურ რეგრესიას ვიყენებთ. დღევანდელი ლექციის თემებია. პირველ რიგში განვიხილავთ თეორიულად რა არის კლასიფიკაციის ამოცანა. შემდეგ ორ მანქანური სწავლების მეთოდს ეს იქნება უახლოესი მეზობელი KNN-ს ვეძახით და ლოჯისტიკურ რეგრესიას გავავლით. შემდგომ კი გადავხედავთ როგორ შევაფასოთ ასეთი მოდელები კლასიფიკაციისთვის. შესაბამისად მოგვიწევს რომ ვნახოთ რა ტიპის მეტრიკები არსებობს ამ ამოცანისთვის. პირველ რიგში მოდი გავიგზავნოთ რა არის მანქანური სწავლება. მანქანური სწავლება არის გზა მანქანას ასწავლო კომპლექსური pattern-ები, რაღაც pattern-ები ქართულად როგორ ვთქვათ. რაღაც რაც მეორდება და გაძლევს საშუალებას რომ მსგავსობები დაინახო მონაცემებს შორის, ასე ვთქვათ. ასწავლო კომპლექსური პატერნები არსებულ მონაცემებში და გამოიყენო ეს პატერნები, რათა შემდეგ გამოიტანო დასკვნები შენთვის მანამდე უცნობ მონაცემებზე. რაიმე მომენტში დამოიწყოთ თქვენ შეკითხვა თუ გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ხელი აიწიოთ და პირდაპირ შემეკითხოთ, არაა პრობლემა, რომ შემოწყვეტინოთ. Okay. ისევ ოდნავ გამეორება დაგჭირდება. კარგი იქნება უფრო სწორად გამეორება ცოდნის დედაა მაინც. ესე იგი, როგორ იყოფა კლასიკური მანქანური სწავლება? გვაქვს სუპერვიზირებული სწავლება და არასუპერვიზირებული სწავლება. სუპერვიზირებულში მარტივად რომ ავხსნათ, გვეძლევა მონაცემები და ასევე ლეიბლები ამ მონაცემების. ანუ თუ გაქვთ რა ძაღლების და კატების ფოტოები, თითოეულ ძაღლის ფოტოს მიწერილი აქვს, რომ ამ ფოტოში ძაღლია, კატის ფოტოს მიწერილი აქვს, რომ კატა აქვს. ან თუ კი რაღაც დავალებაზე მაგალითად რაც ჰქონდათ ახლახანს, იყო სახლის ფასის დაფრედიქტება, ხო? და ყველა მონაცემზე, დასატრენინგებელ მონაცემზე ჰქონდათ რეალური სახლის ფასი მოცემული, ანუ ამ სახლის მონაცემებით რეალური სახლის ფასი იყო ეს. არასუპერვიზირებულ სწავლებაში ეს ლეიბლები არ გაგაჩნიათ, ანუ უბრალოდ მონაცემებია, რომლებზეც არც ძაღლის ფოტოზე გიწერიათ, რომ ძაღლია, არც კატის ფოტოზე. და არც სახლზე გიწერიათ რეალურად რა ფასი იყო, უბრალოდ მონაცემები გეცნობათ. არასუპერვიზირებულ სწავლებას შემდგომ გავივლით, ჯერჯერობით კონცენტრაციას ვაკეთებ სუპერვიზირებულ სწავლებაზე და აქ გვაქვს ორი განხრა. ეს არის რეგრესია, რომელიც წინა ლექციაზე გაიარეთ და დღეს გავივლით კლასიფიკაციას. რეგრესია და კლასიფიკაცია მოდით თქვენ შეგეკითხებით თქვენი აზრით რა არის სხვაობა რეგრესიასა და კლასიფიკაციას შორის. რეგრესიაში ეს პასუხების ინტერვალი უსასრულო, ესე იგი open არის და კლასიფიკაციაში მაგალითად binary შეიძლება იყოს პასუხი ან შეგვიძლია დავითვალოთ ელემენტები, რაც შეიძლება იყოს outcome. კი ბატონო. კი ბატონო ნიკოლას. ხო, ანუ რეგრესიაში ვამბობთ, რომ ჩვენ ვაპრედიქტებთ continuous variables, რომელიც არის ასე უსასრულობა, რიცხვები, ციფრებიც, მაგალითად რომ მოვიყვანოთ, სადაც მეწერა. ხო. კი ბატონო, რეგრესია გამოიყენება continuous variables-ზე. მაგალითად სახლის ფასი, რო წერია $71,000. ეს არის continuous ცვლადი. გაყიდული მარწყვის რაოდენობა 150, ეს არის მთელი რიცხვი, ესეც ასევე continuous variable-ია. ხოლო კლასიფიკაციაში, კი ბატონო, გვაქვს ვაპროგნოზებთ კატეგორიულ ჯგუფებს. მაგალითად, ფოტოზე კატაა ძაღლია თუ კუ, აქ გვაქვს მაგალითად სამი ჯგუფი, სამი ვარიანტი. ან იმეილში სპამის ამოცნობა, იმეილი, მოსული იმეილი, ან სპამია, ან არ არის.
და შესაბამისად 0 და 1 0 და 1 აღნიშნავთ ხოლმე, რომ მაინც პროგრამირებაში გვჭირდება საბოლოოდ ციფრებზე, რიცხვებზე დავიყვანოთ ყველაფერი. სისხლის ანალიზის მიხედვით დასვას დიაგნოზი. ხო, ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ან რაღაც დაავადება სჭირს ადამიანს, ან არ სჭირს. ესეც ბინარული კლასიფიკაცია. კლასიფიკაციის ამოცანა. ეხლა უფრო უკეთრო განვარტოთ, არის როდესაც ჩვენ ვცდილობთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვიპოვოთ რაღაც ფუნქცია, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს x-ის და y-ის ურთიერთობას. თუმცა y ამ შემთხვევაში არის რაღაც კონკრეტული კატეგორია ან კლასი, რომელიმე. მარჯვნივ ანიმაციაზე ხედავთ, რომ წითლად და ლურჯად გვაქვს რაღაც წერტილები მონიშნული, ეს არის მონაცემები, რომლებიც დალეიბლებული იყო ამ ორ კატეგორიაში. და ესე კითხვა. დალეიბლებული ყავს რაღაც ორ კატეგორიაში. მოდი გავიაროთ კონკრეტული მაგალითი. ვთქვათ, შესაძლოა ესეთი ამოცანა იყოს, რომ ჩვენ გვინდა დავაპრედიქტოთ ჩვენი დადებული პოსტი ვაირალ გახდება თუ არა. და მონაცემები, რომლებიც შემოგვივა, არაფრით არ განსხვავდება იმ მონაცემებისგან, რომლებიც შემოგვიდოდა ლინიარული რეგრესიის დროს. ჩვენ შეგიძლია შემოგივიდეს საათი, რომელზე დავპოსტეთ ფოტო, რამდენი ადამიანია ფოტოზე, რამდენი მეგობარი მყავს, საშუალოდ რამდენ ლაიქს იღებს ჩემი ფოტოები. ასევე ბინარული ცვლადით შეგვიძლია, კატეგორიული ცვლადით შეგვიძლია შემოგვივიდეს, მაგალითად, მე პროფილი გახსნილი მაქვს თუ არ მაქვს, ანუ 0 და 1. იქნება ამ შემთხვევაში. ანუ რაც შემოგვდის, არ არის შეზღუდული კლასიფიკაციაში. კლასიფიკაციაში ერთადერთი შეზღუდვა ის არის, შეზღუდვა რა, ანუ ასე ვარქმევთ, კლასიფიკაცია იმ შემთხვევაშია, თუ კი რაღაც კონკრეტულ კატეგორიაში უნდა გავყოთ საბოლოოდ შემოსული მონაცემი. ანუ ვაირალ გახდება თუ არა, იქნება პასუხი კი 1 ან 0 თუ კი არა. ოკეი, აქამდე რაიმე კითხვა ხო არ გვაქვს? კი ბატონო. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ჩვენი ამოცანა კლასიფიკაციაში არის, რომ ვიპოვოთ ფუნქცია, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს input-output პატერნებს, ხომ? და პატერნი არის დამოკიდებულება inputs და outputs შორის, რომელიც გამოიხატება რაღაც ფუნქციის სახით. რეგრესიაში თქვენ ნახეთ, რომ წერდით ალბათ y უდრის kx + b-ს, ან y უდრის k1, x1, k2, x2, ასე შემდეგ პლუს b-ს. ამ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ შეგვიძლია decision boundary გქონდეს, რომ თუ კი რაღაც მონაცემები გვაქვს, შაქრიანობა, ვთქვათ, ავიღოთ ხილი იყოს ეს. და ხილის შაქრიანობა, ღვინოზე ასაუბარი ბოდიში. ღვინის შაქრიანობა თუ კი ნაკლებია 4 გრამ ლიტრზე და მჟავიანობა მეტია რაღაცაზე და სიმწიფე მეტია ამაზე, შესაბამისად დასკვნას გამოვიტანთ, რომ ღვინო არის მშრალი. ეს არის ყველაზე მარტივი decision boundary, აი მართლა ხელით რო გაწეროთ, ხომ ძალიან ლოგიკურად ჟღერს, რომ რაღაც თქვენ სტრინგში რაღაც სლადებზე მოარგოთ threshold-ები და თუ კი ამას აკმაყოფილებს, მაშინ ამას მიეკუთვნება. თუ კი ამას არ აკმაყოფილებს, მაშინ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება მოცემული მონაცემი. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ორ ყველაზე მარტივ მაგალითს და პირველი არის მათ შორის k-nearest neighbors, k უახლოესი მეზობელი. ეს არის ალგორითმი, რომელიც სრულიად ენდობა გეომეტრიას და საერთოდ არც იწვრთნება მონაცემებზე, ანუ მანქანურ სწავლებაში სწავლება არ ხდება ამ შემთხვევაში, ასე რომ ვთქვათ. და მისი, ანუ რაზეც არის დაფუძნებული, ეს არის, რომ ყველაზე ახლო მეზობლის კლასებზე დაყრდნობით, ეს ალგორითმი ამბობს, რომელ კლასს მიეკუთვნება. დაახლოებით იგივე ლოგიკაა, მანახე ვისთან მეგობრობ შენ და გეტყვი როგორი ხარ შენ. აი მოდი მარცხენა ფოტოს შევხედოთ. აი ეს ყვითელი data point-ი მაგალითად გვინდა რომ გავანაწილოთ, ან ლურჯი გავხადოთ, ან წითელი. თქვენი აზრით, რომელს მიეკუთვნება ეს ყვითელი? ობიექტურად რომ შევხედოთ. ჯერჯერობით არც ამიხსნია, რამდენ მეგობარს უნდა შეხედო და ასე შემდეგ.
პასუხი თუ გაქვთ, საკმაოდ ცხადია ალბათ აქ, რომ ლურჯს მიეკუთვნება. ან ჩვენ გვეგონებოდა, რომ ლურჯს მიეკუთვნება. თუმცა არის ვარიანტები, როდესაც მაგალითად მარჯვნივ ვიპოვი წერტილს. მოიწამი. აი ზოგჯერ არის რომ დამაბნევად შეიძლება რომ რამდენ მეგობარს უნდა შეხედო ამ შემთხვევაში. რას ნიშნავს? და როგორ ვერჩევთ კას, ხო? შეიძლება კითხვა გაჩნდეს. გონი ამაზე შემდეგში ვსაუბრობ. კი ბატონო, მშვენიერი ნახაზი მაქვს აქ. აი მაგალითად გვაქვს ყვითელი კატეგორია და იასამსფერი კატეგორია A და B კლასები. და K უახლოესი მეზობელი ჯერ დავთქვით რომ მოდი გავხედოთ ამ წერტილის სამ უახლოეს მეზობელს. მაშინ თუ კი ჩვენ შემოვხაზავთ რაღაც შემოხაზვა არ სჭირდება იდეაში ეს უბრალოდ ლოგიკურად რომ წარმოიდგინოთ და ვიზუალურად კარგად გამოჩნდეს. სამ უახლოეს მეზობელს რო შევხედოთ, ამის მიხედვით რომელ კლასს მიეკუთვნება უცებობა? ალბათ კლას B-ს. კი ბატონო. ხო, ეს მშვენიერი მაგალითი იყო, დამავიწყდა რომ მქონდა. K როდესაც 6 ავირჩიეთ, ამ შემთხვევაში რას მიეკუთვნება? ან 5 რო აგვერჩია? აქამდე დაიბენით თუ ზედმეტად მარტივად? კლას A-ს მიეკუთვნება, თუ გავზდით. კი ბატონო. აქამდე რაიმე დამაბნეველი იყო? სამზაფით მიჩვენეთ, თუ კი გაიგეთ ყველაფერი აქამდე. თუ არა და რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, ანუ კი გამოვშვით. ოკეი, კაი. ანუ კარგად მივდივართ. მშვენიერი. ესე იგი, კაინენში არ გვაქვს ტრენინგი, როგორც ნახეთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონკრეტულად პრედიქტის ეტაპზე. და ალგორითმი არის შემდეგნაირი, რომ ვიღებთ რაღაც წერტილს, მაგალითად ეს წითელი არ იყოს და რაღაც აქ ავიღოთ. ვუყურებთ უახლოეს მეზობლებს, ამ შემთხვევაში ყვითლები იქნებოდნენ. თუ კი K უდრის 3-ს ავირჩევდით, რაღაც იასამსფერიც ჩავარდებოდა ალბათ. კი, იასამსფერი ნამდვილად ჩავარდებოდა და ეს წერტილის მაგალითად ეს წერტილი მოხვდებოდა A კლასში, K ტოლია 3-ის შემთხვევაში. დავასორტირებთ მერე data-ს, ანუ თავიდან ხომ პრედიქტის დროს არ გეცოდიანებათ უახლოეს მეზობელი რა არის. აქ ვიზუალურად მაშინვე დავინახე პირველი 3 და იმიტომ მივხვდით, რომ კლას A-ს მიეკუთვნებოდა ეს წერტილი. თუმცა მათს ესე ვიზუალურად დანახვა არ შეუძლიათ, ალგორითმს ესე ვიზუალურად დანახვა არ შეუძლია და ყველა სხვა data point-თან უნდა დათვალო ამ წერტილიდან მანძილი შესაბამისად. შემდეგ დაასორტირო, აირჩიო top კაცალი და მერე დახედო მაგათ კლასებს. და შესაბამისად აიღო ის კლასი, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა აქვს. ანუ ხმის მიცემა რო ჩავთვალოთ, ასე ვთქვათ, majority voting-ის მიხედვით აირჩევ, რომელ კლასს მიეკუთვნა ეს წერტილი. გისმენთ ალექსანდრე? ბევრი განზომილება რა იყოს, მე მანძილი როგორ დაითვლებოდა? ოკეი, ძალიან კარგი შეკითხვა. როგორ ითვლი მანძილს, როდესაც ორ განზომილებაში ხარ? ფორმულა თუ გახსოვს? ევკლიდური მანძილი. მშვენიერი. სამ განზომილებაში? უბრალოდ Z-ი ემატება იმ ფორმულას. და ისევ ევკლიდური მანძილია. დიახ. იგივე ხდება 4-შიც, 5-შიც, 6-შიც და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს კოორდინატი შეგიძლია მიიჩნიო როგორც ვექტორად, ხო? X, Y, Z, რა ვიცი, θ რაც გინდა დავუმატე კიდე იმდენი დაიმენშენი. და რეალურად ერთმანეთს აკლდება, ანუ მაგალითად X, Y, Z-ის შემთხვევაში X1 - X2 საკვადრატება plus Y1 - Y2 საკვადრატება plus Z1 - Z2 საკვადრატება და აქედან ამოღებული ფესვი, ხო? ეს არის ევკლიდური ფორმულა. მოდი რაღაცას გაგიშერებთ. გადავართავ სკრინს. ოკეი. აი, სხვა რა ტიპის
რატომღაც ბევრი თაბი რომ გავხსენი, გავამაგდო Chrome-მა. ხმა ისმის ხომ? ოკეი. კაი, აღარ გავხსნი. ჰარდა კარგი რაღაცები მქონდა დასევებული თაბებში. ორი წამი. მოდი მანამდე თქვენ მითხარით სხვა რა ტიპის ფორმულები იცით მანძილის დათვლისთვის. სხვა ფორმულები თუ გაგიგიათ. მანჰეტენი გამიგია. და როგორ მუშაობს მანჰეტენი? ანუ რა სითვლის, რანაირად ითვლის? x-ს - x-ი პლუს y-ს - y-ი ოღონდ მოდულში. კი ბატონო, ჩვენიერი. იმედი აღარ გამომაგდოს, მაგრამ ვცდი რომ დაგიხიარავთ ეგ და დაგანახოთ როგორ გამოიყურება კიდე სხვა რამდენიმე ტიპის distance მეტრიკაც არსებობს. მთელ სკრინს დაგიხიარებთ. ოკეი. კი ბატონო. ეს არის ევკლიდური დისტანცია, როგორც მანამდე ვახსენეთ ფორმულა. გვაქვს ასევე მანჰეტენის დისტანცია, ეს ზუსტად ეს არის. წვანე უნდა იყოს, მაგრამ ხო, რაღაც ცუდად არის დახაზული. და მინკოვსკის ფორმულას ეძახიან ამას. და მოკლედ, ბევრი სხვადასხვა ტიპის დისტანცია შეგვიძლია დავითვალოთ. გაჩნია როგორ ამოცანაზეა საუბარი, მაგალითად მომავალში ნახავთ კიდე ისეთ დისტანციას, რომელიც cosine similarity ქვია და ვექტორებს შორის კუთხეს ითვლის, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია LLM-ებში. Large language model-ებში იყენებენ კონკრეტულად მაგას უმეტესწილად. ხო. და მოკლედ დისტანციაზე მივხვდით, ხო, რა როგორ დაითვლება და როგორ იმუშავებს, თუ კი მეტი dimension-ი გვაქვს. ხომ არ არის? ოკეი. მოდით გადავიდეთ კოდზე. ოკეი. მე მინდა რა ხა ჩვენ ერთად დავა live coding-ოთ. K nearest neighbors და თქვენგან დამჭირდება დახმარება რომ ერთად დავწეროთ. მოდი დავიწყოთ იმით რომ დავარქვათ წიწერება. ხანია ხელით არ დამიწერია. class simple KNN დავარქვათ კი ბატონო. მანამდე ხელით აგიწყვიათ ლინიარული რეგრესია? ერთ დავალებას ქონდა თუ არ ვწდები crash course-ის მესამე მგონი. კი ბატონო. და ხელით ააწყვეთ თუ გამოიყენოთ რაიმე library-ები? ანუ რაიმე დავალება ეგ იყო რომ ჩვენ თვითონ აგვეწყო უბრალოდ მოცემულიყო რაღაც მინიშნებები. ჩვენიერი. კარგი. ოკეი. კაი, ანუ როგორ დავწერთ აქ? ცოტა კი მეხმარება აქ AI agent-ი, მაგრამ კაი, პირველ რიგში კლასი რომ შევქმნათ, მთავარი input-ი რა არის KNN-ში? არის ხო, ჩვენ რეალურად რასაც ვუთითებთ. არის თუ არა ესე? ცოტა თქვენგან დახმარება დამჭირდება, რომ ვიცოდეთ ან რომ მომყვებით. კიდე რამე დაგჭირდება? Pascal slope თუ გასკუთრებით. ანუ რამდენი მეზობელი გვინდა რომ გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. სხვა რაიმე გახსენდებათ? თვითონ ისიც ჭირდება, რა ქვია, დატა, რომელიც ფლოტზე არის.
ის Okay. გლობალურად Data. თუ ავწეროთ, მაშინ შეგნით არ გვჭირდება. კი ბატონო. Data რა გვჭირდება. მაგრამ data არ არის თვითონ ალგორითმის ნაწილი. ცოტათი დაგაბეითეთ, იმიტომ რომ რეალურად სხვა არაფერი არ გვჭირდება. ძალიან მარტივი ალგორითმია KNN და მართლაც მარტო გვჭირდება ამ შემთხვევაში. კაი. შემდგომ რა ვაკეთებთ? იდეაში ყველა ფუნქციას, ყველა machine learning algorithms აქვს fit ფუნქცია, ხო? fit ფუნქცია, რომელსაც იყენებენ, რომ fit ეწოდება, როდესაც ტრეინინგში შედის, უკვე მონაცემები და ტრეინინგი ხდება. ჩვენ შემთხვევაში ტრეინინგი არ ხდება. და ტრეინინგი არ ხდება, data უბრალოდ შემოდის და აი აქ შემოვიტანოთ X training დავარქვათ. და დავასეტაპოთ. იდეაში სწორი იყავი, ანუ ბოლოს მაინც ობიექტის ნაწილი ხდება training dataset-ი. ძალიან ბევრს მივსებს AI. შემდეგ prediction-ი გვჭირდება. მაგრამ არასწორად შემივსო. მოდი დავაპრედიქტოთ, შევქმნათ ესეთი ფუნქცია, რომელსაც ერქმევა predict1. შეგვდის selfie x-ი. და selfie აქ რა არის? selfie თვითონ ობიექტის ასე ვთქვათ, ობიექტზე გაძლევს წვდომას. ოკეი. სინტაქსია უბრალოდ ასე იწერება Python-ში. ამიტომ მიგდებს აქ ციტილს დეფრონდა დამეწერა დამოთ. ოკეი, დავაპრედიქტოთ ერთი. როგორ დავაპრედიქტებთ ერთს თუ კი გვაქვს self x train-ი და y train-ი. x train-ში შემოგვიდეს რაღაც მონაცემები, ხომ? რის მიხედვითაც უნდა დავაპრედიქტოთ და y train-ი არის რეალური ლეიბლები. ანუ ამ შემთხვევაში რა იქნება ესენი? რაღაც ნოლები და ერთები იქნება, ხომ? თუ კი მოდი პირველ რიგში ავიღოთ, რომ რაღაც მარტივი ბინარული კლასიფიკაცია. პრედიქტის დროს ახლახანს რას განვიხილავდით, რა გვჭირდებოდა, დისტანციას რითი ვითვლიდით. დისტანს მეტრიკით ვითვლიდით და მაგალითად ავიღოთ ევკლიდური დისტანსების მეტრიკა. ეს როგორ დაიწერება? შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ, ან შეგვიძლია ჩვენი ხელით დავწეროთ, რომ square roots ამოვიღებთ. ვისახება. კაი. square root-ი არის რემის ამოღება, კვადრატული ფესვის ამოღება და აქ რას ვაჯამებთ? x trains, ანუ მოცემულ დასატრენინგებელ datasets გამოკლებული x-ი ანუ ჩვენ რაც გვინდა დავაპრედიქტოთ, რაღაც x-ზე ვაპრედიქტებთ, აკვადრატებული. და ყველა, ანუ რამდენი dimensions არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ამას მოვიცავთ, ხო? იმიტომ რომ ვაჯამებთ ყველა სხვაობას. აქამდე გასაგებია, ანუ ფუნქციის მხრივ, კოდის მხრივ. ოკეი. კაი. შემდგომ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება, რომ დისტანციები როცა უკვე დათვლილი გვაქვს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დისტანცია დათვლილი x-სა და მთლიან ტრეინინგ დატასეტში სხვა მონაცემებს შორის, უნდა ამოვირჩიოთ რაღაც ტოპ კაცალი, ხო? მოდი ამას დავარქვათ, კი ბატონო, დავუჯეროთ agents, რომ k indices დავარქვათ, დავასორტირებთ დისტანციის მიხედვით და ესეც უნდა იცოდეს ეს სინტაქსი, რომ ამოვიღებთ ტოპ კაცალს. K მივუთითეთ აქ, K შევა თავიდან ობიექტში, როცა შევქმნით აქ. მე დაბლა. მოდი ბარამ შევქმნათ რაღაც. დავარქვათ მოდელი. Simple KNN. და თქვათ, გვინდა რომ შევქმნათ კაუდრის სამიანი მოდელი. კაი, იმის შემდგომ რაც გვაქვს ტოპ კაცალი training dataset-ის ინდექსი. ჩვენ გვჭირდება რომ ამოვიღოთ ამ top 3 ცალის რეალური ლეიბლი, ხო? ანუ 0-იანია თუ 1-იანი.
ამას ვიზავთ ჩვეულებრივად იგივე train-დან ინდისების მიხედვით ამოვიღებთ და ეს გახდება მაგალითად მე-15 ადგილზე მე-17 და რაღაც 23 ადგილზე მყოფი ლეიბლები მაგალითად იყო ყველაზე ახლო იმ ჩვენს X-თან და შესაბამისად მე-15 ადგილზე მონაცემის რეალური ლეიბლი არის 001 შესაბამისად ეხლა ჩვენ ეს გვაქვს რეალურად K ლეიბლში. აქედან რა უნდა ვქნათ? უნდა წამეშალა სანამ დავიწყებთ. სორტირებული რო არის არ შეგვიშლის? არა, მაგიტომ დავსორტეთ. რომ ამოგვეღო ტოპ კაცალი, ხო? დისტანციის მიხედვით. აი, თვითონ აუთპუტი რო გამოგვიტანოს შესაბამისი. რას გულისხმობ? აი, ყოველი სორტირებული X-ები, შეესაბამოს იგივე Y დატას, რომელიც იქ იყო. მეორე Y train-ში. ანუ დასორტირებული კი იყო, მაგრამ ტოპ ხო დასორტა ეს X-ები. და ის Y-ები ხო დასორტა იგივენაირად. დისტანციის მიხედვით. თუ არ ვცდები, ინდისები ამ შემთხვევაში არ იცვლება. ვერცამი შემოწმო. თუ პეირად უნდა შემოვიტანოთ, აი X-ი და Y-ის. ანუ კაინდისები სწორია მოაქვს. ინდისი ითვლება იმის მიხედვით, თუ ტრეინინგ დატასეტში მე რამდენი ინდექსი იყო ეს ცვლადი. ეს მონაცემი data point-ი. ანუ ტოპ კაცალი როცა ამოიღო სწორი ინდექსები და შესაბამისად, როდესაც Y train-იდანაც იღებს X train და Y train-ი სრულად შეესაბამება ერთმანეთს, ანუ ინდექსებით. აქ ინდექსებს ასორტირებს? აქ ასორტირებს და იღებს ინდექსებს, თუმცა არ გსორტით რახან აკეთებს. სიმართლე გითხრა სინტაქსი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ წესით სწორს იღებს. ხო. მე შემიძლია გადავამოწმო, მაგრამ ნუ ეს არ არის მთავარი ეხლა თვითონ ალგორითმში. კაი, ამოვიღეთ კაცალი ლეიბლი და ეხლა გჭირდება რომ ამოვარჩიოთ most common. ანუ ამაში გამოვიყენებ counters და ეს არის სინტაქსი რომ ამოიღოს ყველაზე მეტი რა შეხვდა, ანუ 0-იანი შეხვდა თუ 1-იანი შეხვდა და ამ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ ესეთი მონაცემები იყო, მე რაც კომენტარში დავწერე, აქ პასუხი იქნებოდა შესაბამისად 0. და უნდა დავარეთურნოთ ზუსტად ეს. Return most common. Okay. იდეაში თითქმის მორჩით ერთადერთი მოდი შევქმნათ predict ფუნქციაც რომელიც სათითაოდ ანუ თქვენ ხო გვინდა რამდენიმე მონაცემზე ერთდროულად დააპრედიქტოს. ეს მხოლოდ ერთ მონაცემზე აპრედიქტებს. ერთი X-ი შედის და თითო X-ზე ესე ვითვლით. აქ თუ შევუშვებთ რაღაც array-ს X, მაშინ ჩვენ გვჭირდება რომ ამან გამოუშვას np array და return-ს ისე რომ სათითაოდ ყველა X-ი ამ array-ში გაუშვას ამ ფუნქციაში. არაფერი საოცრება აქ არ ხდება. ეხლა მოდი მოვიტანე რაღაც training მონაცემებს. ჩავაკოპირებ. Okay, შევქმნით ეს მოდელი. ვთქვათ იყოს ეს მონაცემები. და ეს არის ლეიბლები. სულ 6 ცალი row გვაქვს, 6 ცალი ლეიბლის შესაბამისად. ხო იქნებოდა რომ np array დაწერა. სტოპია. არც. NumPy რომ მივუთითოთ წინ ყოველთვის უკეთესია ხოლმე. იმიტომ რომ NumPy array-ებზე მოვშავებთ, მაინც სულ. Okay. და გვაქვს X train-ი, Y train-ი, რომელიც ჩვენ შევქმნით და ახლა გვინდა დავაპრედიქტოთ მაგალითად X test-ზე. ეს იყოს ჩვენ X test-ი. და prediction-ები რომ დაგვიბრუნოს, გავუშვებთ model.predict X test, ანუ model.train-ი არც დაგჭირდათ, რაც ზოგადად model.fit არც დაგჭირდათ. უბრალოდ ნუ დაგჭირდათ იმისთვის, რომ მონაცემები დაგესეტათ, მაგრამ რეალურად ეს fit არ უშვებს trainings, როგორც დანარჩენი machine learning ალგორითმები უშვებენ. აქ მხოლოდ fit არც უნდა ერქვას. სიმართლე გითხრათ, ალბათ მართალი იყავი და აქ შევუშვები.
თავიდანვე დავაინიციალიზირებდი ამ მონაცემებით. Fit არც სჭირდება, არასწორი იქნება fit-ი რო დავაქვათ, იმიტომ რომ fit როდესაც ქვია, ავტომატურად twin მიდის, რომ ანუ მოდელი ტრეინინგდება. აი, ანუ მოდელი როცა აქ შევქმნით, მოდი მაშინ მივუთითოთ x train-ი და y train-ი. ეს მოვათავსოთ დაბლა, იმიტომ რომ მოდეფაინებთ მაღლა. და დავაპრედიქტოთ x ტესტზე. და დავპრინტოთ string-ი with an expected keyword argument. იმიტომ რომ აქ არ მიგვითითებია. Okay, დავაპრედიქტეთ და თulis რომ 2 ცვლადი უნდა მიეკუთვნებოდეს მე-0 კლასს, 7 კლას ნომერ 1-ს. და ისეც რომ დავხედოთ, გასაგები იქნება რატომაც. ხო? უახლოესი მეზობლები სავარაუდოდ იქნებოდნენ მართლაც რომ 0 და 1 აქამდე ყველაფერს მივხვდით. ეხლა კოდი იმიტომ მინდა დაგვეწერა, რომ ოლიმპიადაზე წინაზე როცა გავედით, მართლაც რომ საჭიროა რომ ხელით გაწერათ შეგეძლოთ ამ ყველაფრის. მე კი არ ვარ მხოლოდ მიჩვეული, მაინც ყოველთვის agents ვიყენებ სამსახურში, მაგრამ ოლიმპიადაზე არ გექნებათ წვდომა ან საკმაოდ ისეთ შემცირებული იქნება წვდომა AI-ზე. ამიტომ სინტაქსის ცოდნაც არ არის ცუდი. თუმცა ერორების მიხედვით ხო მიხვდით, როგორც არც ისეთი რთულია დებაგინგი, თუ კი საკმარისად კარგად იცით სინტაქსი. არ არის საჭირო ყველაფერი გესმოდეთ, მაგრამ მაინც კარგი იქნება რომ თქვენ შეგეძლოთ ხელით ესეთი ალგორითმების 0-დან გაწერა. აქამდე რაიმე შეკითხვა ხო არ გაგვიჩნდა? ძალიან პატარა ხომ არ იყოს სკრინი. ეს ხო არ ჯობია. თუ ხედავთ ყველაფერს. რაღაც არ მომწონს სანდების რაოდენობა. რაიმეზე თუ დაიბენთ, ჯობია კითხვა დასვათ. Arsla. Okay. კიდე 2-იც. ამ კოდს გამოგიგზავნით, რომ თქვენს გქონდეთ მე წვდომა აუცილებლად, მაგრამ თქვენთაც ხელით რომ გაწეროთ, კარგი იქნებოდა. დავალებასაც მოგცემთ მე. აი, გადავიდეთ უკვე გაწერილ კოდზე. ეს მაინც 0-დან რაც დავწერთ, მინდოდა რომ ერთად დაგვენახა როგორ იწერება და თან რაც უფრო ნელა გავილი მაინც კარგია ხოლმე. Okay. კაი შეკითხვა მაქვს ახლა მე. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ერთ-ერთი მონაცემი ფუნქციონირებს სრულიად სხვა რეინჯში? ანუ, მაგალითად, გვინდა დავაპრედიქტოთ რაც სახლი ეს სახლი იყიდება ვაკეში თუ დიდ დიღომში. და რაღაც ფასების მიხედვით შეიძლება ანუ ერთ-ერთი input შეიძლება იყოს ფასი. და ფასი საკმაოდ დიდი რიცხვია ხოლმე, ანუ რაღაცა 10,000-ებში. თუმცა მეორე ფიჩერი ასევე გვეძლევა ოთახების რაოდენობა. ამ შემთხვევაში რა პრობლემა იქნება? რაიმე პრობლემას თუ ხედავთ, KNN ალგორითმი, რასაც შეიძლება წააწყდეს. წააწყდეს არა, მაგრამ შეიძლება ვერ შეგემჩნიათ, რომ ეს პრობლემატურია. X-ი და Y დაკავშირებული არ არის. X-ი და Y დაკავშირებული არ არის? რას გულისხმობ? აი, მაგალითად ის თუ არის 3, შეიძლება 10,000 იყოს, ძალიან პატარა არის განსხვავება, მაგალითად X-ებს შორის და Y-ებს შორის ძალიან დიდი არის. ნუ, სკალირება არის. Y ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაკეთებ კლასიფიკაციას ოღონდ. Y არის ბინარი ვაკეში თუ დიდ დიღომში, ანუ მოდი დავარქვათ is house in დიღომი. ეს არის ჩვენი რეალური Y ლეიბლი და პასუხი არის ან კი ან არა. აი Y-ი თქვათ იყოს output-ი, მაშინ input-ი X1 და X2 იყოს. ხოდა X1 შეიძლება იყოს თქვათ 1, 2 ან 3 ან 4 ან 5 ოთახები და X-ი შეიძლება იყოს 20,000, 200,000, ნუ ძალიან ბევრი და სკალირებაში არის პრობლემა. კი ბატონო, მშვენიერი. ზუსტად ეგ, ანუ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვითვლით სხვაობას დისტანციაში, დისტანციაში შეიძლება ძალიან დიდი სხვაობები იყოს ფასის გამო, ზუსტად X2-ის გამო, რაც შენახსენე.
მაგრამ ოთახების რაოდენობა რაღაც 1-2 დისტანციას თუ შეიძლება იძლეოდეს და შესაბამისად საბოლოო დისტანციაში რაღაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ფასის სხვაობას და ძალიან პატარა წვლილი შეაქვს ოთახების სხვაობას. არა და თლად მასეც არ უნდა იყოს, ხო? ანუ ოთახების რაოდენობა შეიძლება განსაზღვრავდეს საკმაოდ დიდი წილი ჰქონდეს Y label-ში საბოლოოდ. შესაბამისად, აქ გადაწყვეტილება არის დასკალირება, ზუსტად როგორც ახსენე. და ერთ-ერთი ვარიანტია მაგალითად min-max scaler-ი. აქ პირდაპირ იყენებს min-max scaler-ს და ვინმე ხომ აიცით რა არის ამის ფორმულა, საკმაოდ მარტივი ფორმულა. ნუ როგორც მაპი მუშაობს, დამაპო, აი მაგალითად 1-დან 1023-მდე არის X-ის. კი ბატონო, დაახლოებით მასე გამოდის. თქვა თუ შემოგვივიდა, ანუ ჩვენი მთლიანი მონაცემებიდან ყველაზე იაფფასიანი ბინა არის რაღაც არ ვიცი $1000, ყველაზე ძვირი ბინა თუ კი არის $100,000, მაშინ რამე შუალედი რო აიღო ბინა რომელიც არის $60,000, როგორ დასკალირდება, რომ 10,000-იანი გახდება 0, 100,000-იანი გახდება 1 და 60,000-იანი გახდება 0.6. არა, თორემ მასე არა. იგივე ნორმალიზაციის ფორმულა? როგორ? ნორმალიზაცია, ხო. კი. კი ბატონო. ხო, სხვანაირად აკეთებენ ხოლმე სკალირებას, სტანდარტიზაციაც არსებობს. მაგრამ ყველაზე სტანდარტული, ასე ვთქვათ, არის min-max scaler-ით, რომელიც ზუსტად მაგას აკეთებს. კაი, თქვა დავასკალირეთ, ავიღეთ ეს scaler-ი და დავასკალირეთ scale fit transform, შევშვით x-train მონაცემები და დავპრინტოთ. ეს არ უნდა გამომეჩინოთ, მაგრამ კი ბატონო, დავპრინტეთ აქ რაღაც. ეს არ ქენი ხო, კარგი. უკვე დაპრინტული იყო. კაი. სხვა მონაცემები გამოგიჩნდათ ახლა, იმიტომ რომ სხვა რაღაცაზე მქონდა მანამდე გაშვებული, ცოტა დიდი ხანი სჭირდება სხვა code block-ებს და მათი წინასწარ იყოს თქო. მაგრამ მოდი დავრანო მაინც ამას. და ამას დაგისკეილებთ. ოკეი. კაი, ჩვენ აქ გქონდა იწყებოდა 1-დან და მთავრდებოდა ეს მონაცემები 8, x2 იწყებოდა 2-დან, მთავრდებოდა ესეც 8. კი ბატონო. და შესაბამისად დასკალირდა 0-დან 1-მდე. აქ მეორე რიცხვი რა იყო? რაღაც 2-იანი იყო, 2 და 2. და დასკალირება გამოვიდა. რომელი დასკალირა? მე მგონი ორივე ცვლადი დასკალირა, ხო? აქ ორი ცვლადი გქონდა. ორივე ცვლადი დასკალირა თავის ამაზე. შკალაზე, ანუ 2-დან 8-მდე აქ 2 ხდება 0. და აქ 1 ხდება 0. იმიტომ რომ ამას თავისი სკალა აქვს, ამას თავისი სკალა აქვს. და ასევე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყოთ, რომ ტესტ მონაცემებიც უნდა დაასკალიროთ, თუ კი ტრეინინგი დაასკალირეთ. ოკეი, აქამდე ყველაფერი გავიგეთ, ხო? ეხლა რა ვშვებით, თუ კი კატეგორიული ცვლადები გვაქვს, მაგალითად ასეთი. ეს ამ პრობლემაზე თუ დაფიქრდით, აბა დისტანცია უნდა დავთვალოთ, მაგრამ თუ კი შენი მონაცემია მანქანის ფირმები, როგორ უნდა დათვალოს სხვაობა BMW-სა და Mercedes-ს შორის, რა დისტანცია გამოიყენება მანდ. აბა ვინმეს თუ გაქვთ ამისთვის solution. One hot encoding-ი არ არის? One hot encoding-ი შეგვიძლია. და ზუსტად ეგ მიწერია აქეთ. ვერსები ეს არის one hot-ი. სახელებით მოიწყვება ხოლმე. მოკლედ, გადავაქცევთ ამ ცვლადებს, იმის ნაცვლად რომ იყოს BMW, Mercedes-ი, Bugatti და ესე გვეწეროს. რეალურად გვჭირდება რომ რაღაც დისტანცია იყოს. შესაბამისად, პირიქით ავიღებთ და შევქმნით კოლუმნებად, გადავაკეთებთ კოლუმნებად, ვიყენებთ get-dummies მეთოდს და false-ი ამ შემთხვევაში იქნება იგივე რაც 0, true იქნება 1. აქ რა პრობლემას ვხედავთ ოღონდ? ვთქვათ, გვაქვს აბა ჰინტის მოცემის გარეშე თუ მიხვდებით რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას.
ანუ ძალიან ბევრი რო იყოს ეს მარკა და მარტო 1-ზე რო წერდეს 1-იანს და დანარჩენზე 0-ზე. ეგ ცოტა პრობლემური გამოვა მონაცემების მხრივ. არა? კი ბატონო. მაგას ქვია ზუსტად, როდესაც sparse არის მატრიცა. რომ ძალიან ბევრი ნულიანი და ძალიან ცოტა ერთიანი გვაქვს და თან ძალიან ბევრი სხვადასხვა ბრენდი თუა საოცრად გაიზრდება ზომაში ეს ჩვენი მონაცემები, ხო? და ეს არ გვაწყობს. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება რომ რაღაც დააჯგუფოთ, რამდენიმე მანქანა გერმანული ბრენდის მანქანები ერთად იყოს და რაღაც ლოგიკურად თუ გონიათ რომ ეს სწორია, კარგი იქნება რომ დააჯგუფოთ, რომ შეამციროთ კოლონების რაოდენობა და არ იყოს მატრიცა sparse. ოკეი. ერთხელ მოდი დავფლოთოთ ესეთი რამე. გამოვიყენებ არსებულ library-ებს, make blobs ქვია და უბრალოდ random მონაცემებს მიქმნის. გამოვიყენებ უკვე არსებულ library-ს და თქვენც სავარაუდოდ უმეტესწილად ხელით არ მოგიწევთ გაწერა, მაგრამ მაინც კარგია ცოდნა. თუმცა თქვენც ალბათ გამოიყენებთ library-დან წარმოსულ ფუნქციებს. მაგალითად, აქ sklearn-დან, scikit-learn-დან ავიღე k-neighbors classifier. პირდაპირ მიკეთებს იმას, რაც ჩვენ იქ მაგლა ხელით დავწერეთ. შეგვიძლია მივუთითოთ k, ანუ number of neighbors, შეგვიძლია მივუთითოთ ასევე distance მეტრიკა, თუ ვწდები. ახლა პირდაპირ არ მიჩვენებს, მაგრამ დოკუმენტაციაში რო ნახოთ, შეგვიძლია distance მეტრიკას მივუთითოთ, რომელი გინდათ, Manhattan-ი გინდათ, ევკლიდური გინდათ, cosine similarity გინდათ. ატრეინინგებს ასე ვთქვათ. და რო დავფლოთოთ გამოიყურება ასე. მე შევქნათ მოდი decision boundary ვიზუალურად. და რას აკეთებს, ანუ რეალურად ეს როგორ დავფლოთე decision boundary, რომ სათითაოდ რაღაც ბევრი წერტილი ავიღე ამ კოორდინატთა სიბრტყეში და სათითაოდ დავთვალე k-ატოლია 3-ით, რა იქნებოდა უახლოესი neighbor. თუ იქნებოდა ყვითელი, ეგ მხარე გავაყვითე, თუ იქნებოდა იასამნისფერი, ეგ გავაიასამნისფრო და საბამისად გაგვიჩნდა რაღაც boundary-ც, ხო? რაღაც ხაზი, რომელიც ყოფს იასამნისფრებს ყვითლებისგან. ოდნავ რთულად დასაკლასიფიცირებელი ბლობები რო დავაგენერიროთ, ახლა. აი ამას სჭირდებოდა დიდი ხანი. კაი, აქაც იგივეს ფლოთავ. მაგრამ k-ს ვიყენებ 5-ს. და დახედეთ, რთულად დასაკლასიფიცირებელ ბლობებში არ აგვაქვს decision boundary, რომელიც ესე პირდაპირ გაყოფს ლურჯებს, იასამნისფრებს და ყვითლებს ერთმანეთისგან. და k-ს თუ შევცვლით, შეიძლება უკეთესი შედეგი დაიდოს, თუმცა წინასწარ ვერ გეცოდინებათ რა k არჩიოთ, ხო? და რახან k-ს ვუთითებ, ჩვენ რაღაც წარმოდგენა უნდა გქონდეს მართლაც რომელი k მუშაობს ამ მონაცემებზე კარგად. ამისთვის რაღაცნაირად შესაბამისად უნდა დავთვალოთ, რას ნიშნავს, რომ k კარგია, ანუ როგორ დავთვლით, რომ მართლა კარგი decision boundary გვაქვს. როგორ შეგვიძლია დავთვალოთ და მაგალითად ავიღოთ სიზუსტე, ხო? ერთ-ერთი ვარიანტია. თქვენი აზრით სიზუსტე როგორ დაითვლება კატეგორიულ ცვლადებში, კლასიფიკაციაში? უბრალოდ. ისე ლოგიკურად რომ ითხრათ, ან რა ფორმულა არ მჭირდება. რას ნიშნავს, რომ სიზუსტით დავადგინეთ რაღაც ერთ-ერთი დატა მონაცემის ლეიბლი. ნუ სიზუსტით ზუსტად რას ამბობთ? სიზუსტემ რამდენი გამოვიცანით და რამდენი არა? კი ბატონო. მოდი გამოსროლი გაყოფილი მთლიან საიზზე დატასეტის. მშვენიერი. ასე შეგვიძლია დავთვალოთ ყველაზე იოლად accuracy score და ჩვენ რო გავტესტოთ k უდრის 3-ზე, k უდრის 5-ზე, რაღაც შეგვიძლია უფრო მეტასაც გავტესტოთ. ბოლოს რაღაც ასეთი დავფლოთოთ, მაგალითად აქ არის სხვადასხვა k-ები, რაც გამოვიყენეთ ფუნქციაში. ზემოთ მივუთითებთ accuracy-ს და შეგვიძლია მივხვდეთ, რომელი k მუშაობს ასე თუ ისე კარგად. აქ ხედავთ, რომ k-ატოლია 5-ის და k-ატოლია 11-ის დაახლოებით ერთნაირად მუშაობს ტესტინგზე. და ანუ მე ავირჩევდი k-ატოლია 5-ს, რომ ზედმეტად არ გავართულა k-ატოლია 11-ით. თუმცა სხვა მონაცემებზე შეიძლება სულ სხვადასხვანაირად დაგჭირდეთ k-ს მითითება. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი accuracy რო გამოიყენოთ, თუმცა სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგალითად elbow method შეიძლება მოგინდეთ რომ დაგუგლოთ და გამოგადგეთ, მაგრამ დღეს მაგას არ გავარჩევთ. მოკლედ სხვა მეთოდებია რომ კარგი k იპოვოთ. Training accuracy რა არის? Training accuracy. Training accuracy მაგაზე მეტრიკებზე ვისაუბრებ ლექციის ბოლოს, მაგრამ ისე ოდნავ რომ გიხსენო,
ბევრი სხვადასხვანაირი მეტრიკაა. ერთი არის მართლაც რომ ეს accuracy, ანუ რეალურად ჩვენი დაფრედიქტებული და რამდენი დავაფრედიქტეთ სწორად. თუ კი იყო 1, რამდენზე ვთქვით მართლა 1-ია, თუ კი იყო 0, რამდენზე ვთქვით მართლა 0-ია. ოკეი. მე კიდევ უფრო დეტალებში გეტყვით, 4 მთავარ მეტრიკას ვიყენებთ ხოლმე. და სლაიდებზე ბოლო მაქვს მითითებული. კაი. გადავიდეთ ლოჯისტიკურ რეგრესიაში, ძალიან რო არ გაგიწალოთ. ლოჯისტიკური რეგრესია არის კლასიფიკაციის ასევე პრობლემა, ამოხსნის გზა უფრო სწორად, თუმცა კარგი იქნება, რომ ეს წარმოიდგინოთ როგორც ალბათობის პრობლემა. მოდელის output-ი არის 0-დან 1-მდე და თუ კი მოდელი დაგვიბრუნებს 0.7-ს მაგალითად, fx დაგვიბრუნებს 0.7-ს, ლოჯისტიკური რეგრესიის მოდელი, ეს ნიშნავს, რომ 70% ალბათობით ეს მონაცემი არის ერთიანი. 0.3%-ით 0-იანი. თუ დაგვიბრუნა 0.21, ნიშნავს, რომ 21%-ით არის ერთიანი, 79%-ით არის 0-იანი. ეს არის, ასე ვთქვათ, მიღებული, როგორ აღნიშნავთ და ვიაზრებთ ლოჯისტიკურ რეგრესიას, როგორც ალბათობებს. რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვთ? ანუ საკმაოდ ისეთი ლოგიკური მიდგომა ალბათობებით რომ მივუდგეთ ალბათ. რა ალბათობით არის ეს კონკრეტული data point-ი A კლასის წევრი ან B კლასის წევრი, ხო? მარტო ბინარულ კლასიფიკაციას რო დავხედოთ, ამ ორ კლასს რომ მიეკუთვნება, ჯამდება ბოლოს ერთამდე 70%, 30% და ასე შემდეგ. ოკეი. როგორ შეგვიძლია მივუდგეთ, ანუ მოდი უკან გადავალთ. შეძლებდით თუ არა რომ კლასიფიკაცია გააკეთოთ რაღაცნაირად ლინიარული რეგრესიით. ლინიარული რეგრესიის გამოყენება რო გიწევდეთ, როგორ ფიქრობთ, რაიმეს მოახერხებდით, რომ რამენაირად ორ კატეგორიად გაყოთ მონაცემთა ჯგუფი? ნებისმიერი solution-ი მიიღება და ერთად გავიაროთ. კაი, მოდი ესე წარმოვიდგინოთ. თქვენ რო შეგეძლოთ რაღაც ხაზის გავლება, ანუ kx + b-ს გავლება ამ მონაცემებზე, ისე რომ შეძლებს დაგვარად მოათავსოთ A კლასის მონაცემები ხაზის ერთ მხარეს და დანარჩენი კლასი მეორე მხარეს. ხო შესაძლებელი იქნებოდა. ანუ ერთ-ერთი ვარიანტია, რომ წარმოიდგინოთ ეგრე. მე მოახერხებდი ლინიარული ხაზი მეპოვა ამ მონაცემებზე, რომ რაღაც ერთ მხარეს მომექცია უმეტესობა კლასი A-სი და მეორე მხარეს უმეტესობა კლასი B-სი. ამ ლოგიკას ხვდებით? კი. ოკეი. ეხლა მოდი წარმოვიდგინოთ ლოჯისტიკური რეგრესია, როგორც ამის გაუმჯობესების ვარიანტი. რახან ხაზის ერთ მხარეს და მეორე მხარეს ყოფნა ალბათობას საერთოდ არ გვაძლევს, ანუ საერთოდ საწავიდა ეს ლოგიკა ალბათობაზე, რაც გესაუბრეთ, ხო? როგორ მოახერხებდით, რომ ალბათობად გადაგვექცია ეს? და აქ შემოდის sigmoid ფუნქცია, რომელსაც ვიყენებთ. Sigmoid ფუნქცია აბრუნებს, არის ესეთი, რომ 1 გაყოფილი s პლუს e ხარისხად მინუს x-ი, ანუ e არის ევკლიდური სვადი და ფუნქცია იხატება ასე. მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე გვაქვს range და y არის 0-დან 1-მდე, რაც არ უნდა x-ი ჩასვათ. შესაბამისად, ჩვენ რომ რამენაირად მოახერხოთ ლინიარული მოდელი, მოვათავსოთ ამ sigmoid-ში, რომელიც დაგვიბრუნებს ალბათობას, ზუსტად ის იქნებოდა, რაც გვჭირდება, ხო? ეს ნაწილი გავიაზრეთ კარგად. მნიშვნელოვანია, რომ მე მათემატიკის ნაწილზე როცა გადავალთ, რომ ეგ ნაწილი იცოდეთ. საბაბა რა ნაწილი ვერ გაიგე. ფუნქციის თუ რა ვიცი, ზოგადად ფუნქცია.
რატო უდრის იმას. როგორ აკავშირში, მაგას ვერ მოვხდი. ანუ ჩვენ საბოლოოდ გვჭირდება რომ რაღაცამ დაგვიბრუნოს 0-დან 1-მდე ციფრი, ხო? რიცხვი უბრალოდ 0-დან 1-მდე იმისთვის რომ ვიცოდეთ ალბათობა. ანუ ყველაზე კომფორტული ჩვენთვის იქნებოდა, როდესაც კლასიფიკაციას ვაკეთებთ, რომ ვიცოდეთ რაღაც წერტილი A რა ალბათობით მიეკუთვნება კლას A-ს და კლას B-ს. ანუ წერტილი X იყოს. კლას A-ს და კლას B-ს. ალბათობა რომ დაგვიბრუნოს, უნდა იყოს 0-დან 1-მდე დაბრუნებული prediction-ი. და სიგმოიდი, ანუ ძალიან კარგი ფუნქციაა იმისთვის, რომ 0-დან 1-მდე აბრუნებს Y-ს. ანუ სხვა ვარიანტი არ გააჩნია, ზღუდავს ყველაფერს 0-დან 1-მდე. და ასევე სხვა პლუსებიც გააჩნია, ამის წარმოებულის გამოთვლა საკმაოდ კომფორტულია და მაგის გამოც იყენებენ ამისთვის. მაგიტო აირჩიეს სიგმოიდი. და როგორ გვინდა რომ რაღაცნაირად ლინიარული რეგრესია გამოვიყენოთ და საბოლოოდ მივიღოთ 0-დან 1-მდე prediction-ი, არის რომ ჩავსვათ აი სიგმოიდში ეს არის kx + b. ნუ b1 x + b0 წერია, მაგრამ საქართველოში როგორც ვასწავლეთ, არის რომ kx + b-ს ვწერთ ხოლმე. ანუ ხვდებით რომ ლინიარული რეგრესია იდეაში ჩავსვით როგორც x-ი ფორმულაში, სიგმოიდის ფორმულაში პირდაპირ. ანუ სიგმოიდ x-ის ნაცვლად სიგმოიდ kx + b დავწერეთ, უდრის 1 გაყოფილი 1 + e ხარისხად მინუს kx + b. ოკეი, რაღაც ბევრი ლაიკი შემოვიდა. ანუ საბა, აბა მიხვდი ამ ლოგიკას? ჯერ ცოტა განსაკუთრებით, მაგრამ ოკეი. კაი, გაგების დონეზე თუ გავიგეთ, გადავიდეთ, მოდი მათემატიკურ ნაწილზე. რომ შეიძლება ოდნავ უფრო ცხადი გახდეს, როდესაც მართლა მივაბავთ. ყველაფერს ერთმანეთზე. იმისთვის რომ მოდელი გავაუმჯობესოთ, ანუ რეგრესიაში როგორ იწყებდით? იწყებდით რაღაც რენდომ წონებით, ხო? რენდომ კაებით. kx + b-ში რენდომ კათი იწყებდით. k1 x1 + k2 x2 + k3 x3 თუ იყო რაღაც ბევრი ცვლადი თუ გვაქვს. gradient descent-ით ჩვენ ვაუმჯობესებდით მოდელს ლინიარულ რეგრესიაში და გაუმჯობესებაში გულისხმობ იმას, რომ კოეფიციენტებს k1, k2, k3, ასე ვთქვათ, ვაეჯასტებდით, რომ საუკეთესო მოდელი მიგვავა. როგორ ვიღებდით საუკეთესო მოდელს? ვცდილობდით, რომ შეგვემცირებინა loss ფუნქცია, error ფუნქცია, cost ფუნქციაც ქვია ხოლმე. ეხლა როგორ დავთვალოთ, რა შეიძლება იყოს loss ფუნქცია ამ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ ვიყენებთ sigmoids. ერთ-ერთი იდეა არის, რომ უბრალოდ დავთვალოთ, ოკეი, თუ კი ჩვენმა მოდელმა დააპრედიქთა 0.7, როდესაც რეალურად სწორი პასუხია 1, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აცდა 0.3 ხო სწორ პასუხს. და შესაბამისად loss ფუნქციაში ჩავწერდით 0.3 პლუს მეორე წერტილის loss დავთვლიდით და ასე შემდეგ, ხო? მესამე წერტილის ერორი, მეოთხე წერტილის ერორი, ბოლოს რაღაცნაირად შევაჯამებდით და გავასაშუალოებდით. რეგრესიაში წინაზე რა გაიარეთ, მათიდან უნდა გახსოვდეთ დაახლოებით, რომ ასე იყო, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში კარგად არ მუშაობს ეს იდეა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ თუ კი ძალიან აცდა მონაცემი, უბრალოდ 0.9 კი არ იყოს ერორი. გვინდა რომ ბევრი იყოს ერორი და კარგად დავაეჯასტოთ ჩვენი კოეფიციენტები k1, k2, რომელიც სიგმოიდში შედის, ხომ გახსოვთ? სიგმოიდში ვუშვებთ, სიგმოიდის ფუნქციაში როგორც პარამეტრს kx + k1x + k2x, ასე შემდეგ + b. და მაგიტომ ლოგარითმს იყენებენ ხოლმე, იმიტომ რომ თუ კი რეალური პასუხი არის 1 და მოდელმა დააპრედიქთა რაღაც 0, მაშინ ერორი, loss-ი დაგვიბრუნდება ძალიან დიდი. რაც კარგია, ანუ ძალიან თუ კი აცდა ჩვენი მოდელის პასუხი რეალურ პასუხს ერთიანს, გვინდა რომ ძალიან დავაჯარიმოთ, ასე ვთქვათ. თუ კი რეალური პასუხი იყო 0 და მოდელმა თქვა 0.6, დაჯარიმდება, რამდენიც გამოდის ლოგარითმით. ეს არის ლოგარითმის ფუნქციებით რო დავთვალოთ. რო გავწეროთ ეს, ანუ cost-ი, loss-ი, ერთი ინდივიდუალური წერტილისთვის h0x-ი დავარქვათ, მაგალითად, ჩვენი prediction-ი, რა, 0.8 გამოვიდა ჩვენი სიგმოიდის ფუნქციიდან, ეს არის სიგმოიდის ფუნქციით, ასე ვთქვათ, გამოთვლილი, y-ი არის რეალური ლეიბლი.
იმ შემთხვევაში თუ კი რეალური ლეიბლი 1-ია, loss ფუნქციაში დავწერთ, რომ -log და დაბრუნებული prediction. თუ კი y 0-ია, ჩვენ loss ფუნქციაში მივუმატებთ -log 1 minus დაბრუნებულ probabilities. ამას თუ მივხვდით, ლოგარითმს რატო ხმარობთ ზუსტად? ლოგარითმს იმიტომ ხმარობთ, რომ რო არ გამოგვეყენებინა და მაგალითად გამოგვეყენებინა 1 - f(x) ან კვადრატი. ზოგადად ეს რაღაც გადიდებულია ძალიან. უკეთესია, როდესაც ამ შემთხვევაში იმით ასაბუთებენ, რომ ლოგარითმი ძალიან კარგად ჩდება, როდესაც ძალიან გვინდა დავაჯარიმოთ მოდელი არასწორი პასუხებისთვის, ძალიან არასწორი პასუხებისთვის. მაგალითად, რაც უფრო ახლოა 0-თან, ძალიან, ექსპონენციალურად იზრდება loss-ი. ექსპონენციალურად იზრდება error-ი. და ეს კარგია მოდელისთვის, რომ უფრო სწრაფად ისწავლოს და უფრო უკეთ. ეს ნაწილი გასაგებია? ეს 2 როა, იმიტომ არის, რომ ცოტა სხვადასხვანაირად გვიწევს ლოგის გამოყენება, თუ კი ლეიბლი 1-ია და თუ კი ლეიბლი 0-ია. ანუ შებრუნებული ლოგი უნდა გამოვიყენოთ. 1- უბრალოდ. ამას მივხვდით? კი, და წფიურ რეგრესიაში просто linear რო ვქნათ, აი sigmoids ფუნქციას ხო ხმარობ და просто linear რო იყოს ეს ფუნქცია. sigmoid რო არ გამოვიყენოთ? ხო, და просто linear, აი ax + b. ხო და აი მაგაშია საქმე, რომ ax + b დაგვიბრუნებს 0-დან 1-მდე არ დაგვიბრუნებს, ხო? პასუხს. ax + b-ს არ აქვს შეზღუდვა, რომ 0-დან 1-მდე დაგვიბრუნოს პასუხი. ზუსტად მაგიტო დავადეთ sigmoid-ი, რომ აი 0-დან 1-მდე გვჭირდებოდა. ეგ არის იდეალური იმისთვის, რომ დაგვიბრუნოს ალბათობა, ზუსტად ის, რაც გვჭირდება კლასიფიკაციისთვის. ოკეი, ამას თუ მივხვდით, ეხლა ეს 2 ესე უშნოდ რო არ იყოს, რომ ლეიბლი თუ 1-ია და ლეიბლი თუ 0-ია, იმ შემთხვევაში ამდენი იყოს error-ი, იმ შემთხვევაში იმდენი იყოს error-ი. გავაერთიანებთ ერთ ფუნქციაში, რომელიც იწერება ასე. error-ი იმ წერტილისთვის, სადაც დავაპრედიქტეთ s, როდესაც რეალური პასუხი იყო s, y შეიძლება იყოს 0 ან 1. თუ y 0-ია, მაშინ ეს ნაწილი საერთოდ უქმდება. ხო? ანუ წაიშლება. ასე ვთქვათ, იმ წინა ორ იმას ფორმულას ვიყენებ აქ, ვაერთიანებ აქ. მაგრამ თუ კი y 0-ია, ეს ნაწილი იქნება, თუ კი y 1-ია, ეს ნაწილი იქნება. და შესაბამისად ზუსტად ის გამოდის, რაც იმ ორ ფუნქციაში მეწერა წინა გვერდზე. ამ ნაწილს ხვდებით, რომ ეს ფორმულა არის უბრალოდ გაერთიანებული y გინდ 1 ყოფილა გინდ 0, ზუსტად იმ errors მივიღებთ, რაც ჩვენ გვჭირდება, რაც მანამდე დავთვალეთ იმ ლოგარითმებით. რაღაც ვერ გავიგეთ, მე მგონი, ოდნავ მეტი ლაიკი გვჭირდება. რა ნაწილი ვერ გავიგეთ, აბა? აი თუ გავიგეთ, 2 ლაიკი მაქვს, 3 მაქვს. კაი, ოკეი, მაშინ განვაგრძოთ. ხო, ანუ აქაც ზუსტად იგივე წერია, რაც წინა გვერდზე გვეწერა, რომ ეს 2 ფუნქცია და უბრალოდ ერთიანდება ერთში ძალიან ლამაზად. და შესაბამისად, ეს გამოდის ჩვენი loss ფუნქციაც. ნუ ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული წერტილისთვის არის, მაგრამ თუ კი ყველასთვის გვინდა, უბრალოდ შევაჯამებთ ხო loss-ებს. სათითაოდ და მერე გავასაშუალებთ. ანუ ჩვენ გვჭირდება, რომ ვცადოთ ამის მინიმიზაცია. და შესაბამისად უკვე წინაზე ნასწავლიც გაქვთ, რომ gradients გამოვიყენებთ და შევეცდებით, რომ შევცვალოთ და დავაadjust-ოთ ტონები იმ ფორმულაში k1 x1 + k2 x2 ასე შემდეგ პლუს b-ში, რომელიც შედის sigmoid-ში. იმისთვის, რომ loss-ი გახდეს, რაც შეიძლება ახლო 0-თან. დანარჩენი, ანუ ეს gradienti წარმოებული ყველაფერი დაახლოებით კი არა, იგივენაირად გადმოდის, აქ გამოთვლისასაც იგივენაირად მუშაობს. არაფერი არ იცვლება მანდ. ჩვენ დავადეფაინეთ უბრალოდ loss ფუნქცია და გამოვიყენებთ ამას და შესაბამისად ამის წარმოებულს. ოკეი. დემოზე გადავიდეთ. კაი.
აქ დავაიმპორტე ლოგისტიკური რეგრესია, ანუ პირდაპირ გამოვიყენებ არსებულ ბიბლიოთეკას scikit-learn-დან, შევქმნი ისევ რაღაც ბლობ მონაცემები, რომლებიც გამოიყურება ასე, ანუ ორი ცალი ფიჩერი გვაქვს, აქ feature 1, feature 2. გავუშვი პირველ რიგში დავაინიციალიზირე ლოგისტიკური რეგრესიის მოდელი, მერე გავუშვი fitting-ზე xtrain, ytrain-ი. და მოდი დავხატოთ მეთქი decision boundary რა გამოვა. ამ ლოგისტიკური რეგრესიის მოდელის. და გამოდის დაახლოებით რაღაც ესეთი გამომითვალა. აქ კარგი რა არის, რომ probability-ებს რახან გვიბრუნებს სიგმოიდი. შეგვიძლია ესე ლამაზადაც დავხაზოთ, ანუ ეს წერტილი მაგალითად ეს წრფე რა ალბათობაში მოხდებოდა. აი აქ თუ იმყოფება ყვითელი აქ თუ იმყოფება წერტილია, მოდელი ამბობს, რომ ამ ალბათობით, აქ რაღაც 0.60 და რაღაცა გამოდის, 75, ამ ალბათობით არის ყვითელი. თუ კი უფრო მოწითალო ფერისკენ არის, შესაბამისად ალბათობები მცირდება. და თუ კი ალბათობა იმისა, რომ ყვითელია 0-ია, შესაბამისად კლასი რომელსაც მიეკუთვნება არის წითელი. ხომ გასაგებია რატომ როგორ ვითვლით პირველ რიგში decision boundary просто ხაზი გამოდის, პირდაპირ იყოფა მონაცემები. ნუ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ორი ფიჩერი გქონდა და ასევე გვაძლევს ალბათობებს, რომლებიც ძალიან გვადგება. იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ არ გინდოდეთ მაინც-ამაინც 50%-ის გამოყენება, რომ 50%-ს თუ გადააჭარბა კლასი 1-ია, 50%-ზე დაბლა თუ არის ალბათობა, კლასი 0-ია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს threshold-ი და მაგალითად ისეთ кейსებში, როდესაც ძალიან კრიტიკულია, რომ აუცილებლად თუ კი არის მაინც რაღაც ალბათობა, რომ ადამიანს დაუდგინდეს რაღაც დაავადება, ჯობია threshold-ი გქონდეს უფრო დაბლა და თუნდაც 35%-ით თუ გგონია, რომ შეიძლება ეს დაავადება აქვს, ჯობია რომ ვუთხრათ. ანუ დავაკლასიფიციროთ, რომ დაავადებულია. ხო ხდებით ეს threshold-ი როგორი გამოსადეგია და ალბათობა როგორი საჭიროა კლასიფიკაციისას. ოკეი, შენიერი, მადლობა. აქ დავადეფაინე სიგმოიდი. ჩვეულებრივად ფუნქციაში შედის რაღაც x-ი და ექსპონენციალური x არის იგივე რაც e. უბრალოდ ხარისხში აყვანა. ეს რაღაცა ხარისხში აყვანა და ამ შემთხვევაში აყვანა -x ხარისხში. აქ შევუშვებთ ზუსტად იმ ფუნქციას, ლინიარულ ფუნქციას kx+b-ს, რომელსაც მე გრადიენტით, ასე ვთქვათ, გავაუმჯობესებთ. Gradient descent-ით. რა დავხაზოთ სიგმოიდი ესე გამოიყურება. ხო, და hand-made logistic regression. ცოტათი ამას ჩავუაროთ მაინც. რა გვჭირდება? Learning rate, როგორც linear regression-იც გამოიყენეთ, იტერაციები რამდენჯერ გვინდა რომ დავაითერეითოთ და ვაუმჯობესოთ, ასე ვთქვათ, მოდელის კოეფიციენტები, მოდელის წონები და ბაესი. რამე განსხვავებას ხედავთ ამასა და linearულ რეგრესიას შორის? იგივენაირად ვადეფაინებთ linearულ რეგრესიასაც, ხო? თუ კი ხელით გაწერეთ ეს მანამდე, გეცოდინებათ, რომ აქამდე სხვაობა არაფერში არ არის. ვადეფაინებთ სიგმოიდ ფუნქციას და როგორ ხდება ტრეინინგი. შემოგვდის training x-ი, შემოგვდის ლეიბლები. მე ვქმნით თავდაპირველ წონებს და აქ მითითებული გვაქვს, რომ 0-ით დაიწყოს და თავდაპირველ bias-ს ვამბობთ, რომ 0-ით დაიწყოს. მე ხდება gradient descent-ი. Gradient descent-ში linearul models ჩვეულებრივად ვწერთ და მე linearul models ვსვავთ სიგმოიდში იმისთვის, რომ y predicted დაგვიბრუნოს. ეს არის და ეს, ანუ მანამდე თუ კი მხოლოდ აი ამას წერდით და აბრუნებდით linear models, ამ შემთხვევაში აბრუნებთ linear მოდელი ჩასმული სიგმოიდში. მე გრადიენტების გამოთვლა წონებისთვის და bias-ისთვის და როგორ ვაპდეითებ პარამეტრებს იგივენაირად როგორც linearულ რეგრესიაში. Learning rate-ით ვაკლებთ თავდაპირველ წონას გრადიენტის მიხედვით, რაც გვჭირდება, რომ გამოვაკლოთ წარმოებულით მოკლედ. Predict probability როგორ ითვლის ამას, რომ ამრავლებს წონებს ჩვეულებრივად linearul models ქნის, ანუ ეს სუბთა kx+b წერია აქ. უშვებს სიგმოიდში
და ამას აბრუნებს, predict probability-ს ასე აბრუნებს. ხო, predict probability-ზე უშვებს უბრალოდ. და აქ ხო, predict-ში ვუთითებს thresholds, ან შეგიძლიათ ობიექტის გარეთაც და შექმნათ ეგ, ანუ არ არის საჭირო predict-ში იყოს. Thresholds მივუთითებთ, თუ კი ამის ზემოთ არის დამიბრუნე 1, თუ კი ამის ქვემოთ არის დამიბრუნებთ 0-ს. სტადია ეს ყველაფერი? Okay, სამი კაცი მყავს. კიდე ცოტა მეტი მჭირდება. Okay. რაიმე შეკითხვა თუ გაგიჩნდათ, არ მოგერიდოთ. ეს საწყისები ყოველთვის კარგია, რომ მართლა კარგად გაიაზროთ და კარგად გაიგოთ. მე გართულდება და აი საწყისები თუ კი ტვინში ლოგიკურად გიჩნდებათ სწორად, ძალიან გამოსადეგია შემდეგი მასალის გააზრებისთვისაც. და ხშირად ვიმეორებთ კიდევაც, რომ აი იქ როგორც გახსოვთ, რომ კლასიფიკაციას ეკეთდებოდა ლინიარული რეგრესია, მე რამდენჯერაც ვახსენე, ხვდებით, რომ წინა მასალას ძალიან ეყრდნობა. ხო, აქ შედის ის მონაცემები მანამდე რაღაც ბლობები რო შევქმნით, შევუშვათ თქო და ოკეი, გადავედით იმ ნაწილზე, მე მგონი? კი ბატონო. გადავედით. როგორ შევაფასოთ ახლა ეს მოდელი? კლასიფიკაციის მოდელის შეფასებისთვის ვიყენებთ asset tables, confusion matrix ეწოდება. და 4 კუბიკი აქ ასე ვთქვათ. 2-2-ზე მატრიცა. ვითვლით რამდენი ჩვენ რა ვუპასუხეთ და რეალური პასუხი რა იყო. ანუ იდეაში ეგ წერია. ეს არის observed, ანუ რეალური პასუხი რა იყო. და ეს არის ჩვენი დაპრედიქტებული. truth-ი თუ კი იწყება, რო გაგიმარტივოთ საქმე, იმიტომ რომ მეც ძალიან ხშირად მოვიწყდებოდა რა არას ნიშნავს, truth-ი თუ კი იწყება, ნიშნავს რომ ჩვენ მართლები ვიყავით ჩვენს prediction-ში. Positive თუ კი წერია, ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენ თქვით 1, ანუ პოზიტიური კლასით დავაპრედიქტეთ რომ ეს იქნებოდა 1-იანი. ანუ ამ 4-დან ახლა რა გამოდის? True positive, ანუ ჩვენ სწორად გამოვიცანით 1-იანი. False positive, ჩვენ არასწორად გამოვიცანით 1-იანი. True negative, ჩვენ სწორად გამოვიცანით 0-იანი და false negative, ანუ ჩვენ არასწორად თქვით 0-იანი, როდესაც 1-იანი იყო რეალური პასუხი. და აქ მოდი გადავიდეთ ისევ მაგალითზე და ჩვენი confusion matrica რა გამოვიდა, როდესაც იმ მონაცემებზე დავატრეინინგეთ ლოგისტიკური რეგრესია და დავაპრედიქტეთ. ეს მონაცემებზე დაპრედიქტების შემდგომ მივიღეთ confusion matrica, რომელიც გამოიყურება ასე. ეს ნახევარი იყო ჩვენი სწორად დაპრედიქტებული, ეს იყო ჩვენი სწორად ნეგატიური ანუ სწორად დაპრედიქტებული 0-იანები. ეს სწორად დაპრედიქტებული 1-იანები, სწორად დაპრედიქტებული 0-იანები. ესენი იყო რაც ჩვენ არასწორად დავაპრედიქტეთ. ეს იყო ჩვენი არასწორად დაპრედიქტებული პოზიტივები და ეს იყო არასწორად დაპრედიქტებული ნეგატივები. ოკეი. ეხლა რა მეტრიკები არსებობს? არსებობს სიზუსტე. როგორც ვახსენეთ, ეს არის თუ კი ჩვენ სწორად გამოვიცანით 1-იანი, პლუს რამდენი გამოვიცანით სწორად 0-იანი, შეფარდებული იმ ყველასთან, ყველა დაპრედიქტებულთან. ჯამში რამდენიც იყო, რასაც ვცადეთ, რომ რამე დაგვაპრედიქტებინა. ამას ეწოდება accuracy, სიზუსტე. ასე გვაქვს კიდევ 3 მეტრიკა. რომლებიც შეიძლება იფიქროთ, რომ accuracy ყოველთვის უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში რეალურად გვჭირდება ხოლმე, რომ გამოვიყენოთ precision, ან recall, ან specificity-ც თუნდაც. მოდი გავიაროთ და გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს. Specificity არის true negative, ანუ ჩვენი სწორად დაპრედიქტებული 0-იანები, შეფარდებული რეალურად რამდენი სწორი 0-იანი იყო, ასე ვთქვათ, დამატებული false positive. ანუ ჩვენი არასწორად დაპრედიქტებული 1-იანები. რას ნიშნავს specificity? იოლად რო გავიგოთ და არა ესე რაღაც პლუსებით, მინუსებით შეფარდებებით. Accuracy არის ყველა პროგნოზიდან რამდენი გამოვიდა სწორი. ამ შეკითხვას პასუხობს. Specificity პასუხობს ყველა რეალურად უარყოფითი შემთხვევიდან,
რამდენი ამოვიცანით ჩვენ სწორად როგორც უარყოფითი. Precision არის რეალური სწორად გამოცნობილი პოზიტიურები, ანუ ერთიანები, შეფარდებული სწორად გამოცნობილ ერთიანებთან პლუს არასწორად გამოცნობილ ერთიანებთან. ანუ false positive ნიშნავს, რომ ესენი ნეგატიურები იყო. და ჩვენ არასწორად გამოვიცანით როგორც ერთიანები. დავაპრედიქტეთ როგორც ერთიანები. რას გვეუბნება precision? Precision არის ყველა ის შემთხვევა, როცა დადებითად ყველა იმ შემთხვევაში, როცა დადებითად ვიწინასწარმეტყველეთ, ანუ ერთიანი ვიწინასწარმეტყველეთ, რამდენი იყო რეალურად დადებითი. და ბოლოს recall-ი true positive-ი გაყოფილი true positives plus false negative. ანუ ყველა რეალურად დადებითი შემთხვევიდან რამდენი მოვუძებნეთ წარმატებით. მაგალითად recall-ს ხშირად იყენებენ, ერთ-ერთი მაგალითი რომ მოგცეთ და თქვენც მიხვდებით რატო ეს მეტრიკები საჭირო. ისე მედიცინაში გამოგვადგება, რომ რეალურად დადებითი შემთხვევიდან რამდენი მოვუძებნეთ წარმატებით. მედიცინაში ხო საჭიროა, რომ თუ კი მცირე ალბათობა მაინც არის რაღაც დაავადების, ჯობია რომ უთხრა და დავაპრედიქტოთ. ანუ ჩვენთვის საჭიროა, რომ recall-ი იყოს ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში ეგეთ ამოცანაში თქვენ თუ შემოგივიდოდოთ რაღაც დაავადების შესახებ ფიჩერები, მაგალითად რა სიცხე აქვს ადამიანს, რამდენს იწონის სიმაღლე ასე შემდეგ და თქვენ ბოლოს უნდა დავაპრედიქტოთ რაღაც დაავადება ამ ადამიანს აქვს თუ არა, თქვენ წახვიდოდით და მეტრიკად გამოიყენებდით recall-ს, რომ მიხვედრილი ყავით ეს მოდელი თქვენ რომელიც დაატრეინინგეთ, სწორად, ანუ კარგად იმუშავებს თუ არა ამ მონაცემებზე, იმიტომ რომ ეს მონაცემები ითხოვს იმას, რომ recall-ი იყოს ჩვენთვის მაღალი. ძალიან კარგი recall-ი რო ჰქონდეს. აბა ამას თუ მივხვდით და ეს იდეაში ბოლო თემა დღეისთვის. ეს თეიბლი მარტო ორი აუთპუტისთვის არის, მაგალითად 0 და 1, ან ძაღლი კატა. მარტო ამაზე მუშაობს? ნუ ძირითადად ეს. ხო, ვერწამი დავფიქრდე, ანუ თქვა გვაქვს ძაღლი კატა. True positive და false negative, მანდაც იგივენაირად იმუშავებს, უბრალოდ გვექნება სწორად გამოცნობილი ნოლიანები, სწორად გამოცნობილი ერთიანები, სწორად გამოცნობილი ორიანები. რეალური ნოლიანები, ერთიანები და ორიანები. ხო და ეს ფორმულები იგივენაირად იმუშავებს. ანუ სწორად გამოცნობილი ნოლიანი, არასწორად გამოცნობილი ნოლიანი. ანუ ამას თუ კარგად გადაიკითხავთ, მიხვდებით, რომ შეგიძლიათ დაალეიბლოთ რა იქნება თქვენი სწორად გამოცნობილი, რა არასწორად გამოცნობილი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მეტი კატეგორია გვაქვს ბოლოს დასაფრედიქტებელი. და მაგალითად 5 აუთპუტი რო გქონდეს, მაშინ ნეგატივი რა გამოდის? ნეგატივი. False თქვათ გვაქვს სამი ვარიანტი, 5-ს 3 შეგვიძლია ისე გავაკეთოთ. რომელი რა გამოდის, ანუ true negative. აი ნეგატივი გამოდის, პროტა არასწორი? ხო, ანუ რომელიც არ დაემთხვა. იმას რაც ჩვენ დავაპრედიქტეთ. False არის, ხო, ოკეი. ოკეი, რამე სხვა შეკითხვა თუ არის? ოკეი, მაშინ შეკითხვები თუ არ გვაქვს, ეს იყო ბოლო თემატიკა. მანამდე რაიმე შეკითხვა ხო არ ქონდათ რაიმე ნაწილზე? ოკეი. მაშინ წარმატებებს გისურვებთ და შემდეგ შეხვედრამდე. ამ ყველაფერს აგიტვირთავთ, დავალებად მოგეცემათ რაღაც მონაცემები, რომლებზეც უნდა დააპრედიქტოთ, რაღაც hard disease აქვს თუ არა ადამიანს. ყველაფერი იქნება Discord-ზე და Classroom-ზე. ნახვამდის. ნახვამდის. ერთი შეკითხვა მაქვს. რა ედიტორს ხმარობთ? აი, Jupyter-ს რო ხმარობ, local host-ი არის, მარტო და თქვენი ედიტორი კარგი იყო. კურსორია. AI agent-ია. მაგრამ ოლიმპიადის, ანუ ისე უბრალოდ კოდირებისთვის, თუ კი სწრაფად გჭირდებათ რაიმეს გაკეთება და თქვენით რამეს აწყობთ, ძალიან გამოსადეგია. მაგრამ ოლიმპიადისთვის, სადაც ბოლოს სავარაუდოდ არ მოგცემენ კარგ მოდელს, ან შეიძლება საერთოდ არ მოგცენ მოდელი, მაგ შემთხვევაში ყოველთვის ჯობია, რომ თავი არ გაინებივროთ AI agent-ებით და ესე პირდაპირ რო გივსებდეთ კოდს თვითონ ედიტორი არც ისე გამოსადეგია ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ ოლიმპიადაზე ეს არ გექნებათ. დიდი ალბათობით.
ნახვამდის. კარგად. და მადლობა. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.